ანა მარია ახრახაძე 15 მაისს კლინიკა ფერომედის სამშობიაროში დაიბადა. მისი ამ ქვეყნად მოვლინება განსაკუთრებული იმით გახლავთ, რომ ახალშობილი თავისი წონითა და ზომით ეგრეთ წოდებულ გიგანტებს მიეკუთვნება. ანა მარია 4 კილოგრამსა და 585 გრამს იწონის, ზომა კი 54 სანტიმეტრია. დედამის ფიზიოლოგიური მშობიარობით გააჩინა. მალვინა აბაშიძე ამბობს, რომ 2 ბიჭის შემდეგ გოგოს დაბადებით კიდევ ერთი ბედნიერება ეწვია. ახალშობილისა და დედაც თავს კარგად გრძნობენ. ძალიან გამიკვირდა, მე თვითონაც არ ველოდი ამ ხელა წონის ბავშვი თუ იქნებოდა ჩვენი პატარა გოგო. ვარ 2 ბიჭის დედა, მაგრამ ძალიან ბედნიერება პატარა გოგოს დაბადება ჩვენთვის. კიდევ ერთხელ რომ ეწვია დედობის განცდის ბედნიერება. ანა მარია დაიბადა 4 კილო და 585 გრამი, 54 სანტიმეტრი. საკმაოდ იშვიათია და კარგია რომ იშვიათია, იმიტომ რომ რაც შეიძლება ასე ვთქვათ 4 კილოგრამამდე ნაყოფი ითვლება ნორმალურ წონად. 4 კილოგრამის ზემოთ უკვე ითვლება დიდ ნაყოფად, ხოლო 5 კილოგრამი 4 კილონახევარზე მეტი უკვე გიგანტ ნაყოფებად ითვლება 5 კილოგრამი და ასე შემდეგ. ეს ჩვენი პაციენტი 4 კილო და 600-ია. არის საკმაოდ მაღალი წონის, თუმცა ასეთი ნაყოფები იბადებიან ხოლმე საკეისტრო კვეთისით, ეს გოგონა გამოვიდა ფიზიოლოგიური მშობიარობის სრულიად. დედას ჰქონდა საკმაოდ სერიოზული პრობლემა წნევის მხრივ, მაღალი წნევარტერიული წნევით ხასიათდებოდა, მიდრეკილება შაქრიანი დიაბეტისაკენ, ამიტომ საერთოდ როცა არის ასეთი სიტუაცია, შაქრიანი დიაბეტისკენ მიდრეკილები ცოტა დიდი ნაყოფები იბადებიან. აქედან გამომდინარე, მათ ძალიან სერიოზული ყურადღება ჭირდება და აქედან გამომდინარე, მას ჰქონდა სერიოზული ყურადღება, მაგრამ დაგვიჭერა ძალიან კარგად და ჩვენ მივიღეთ ნაყოფი, რომელიც საერთოდ იბადებიან ხოლმე მესამე დონეზე, ზარქუთაისი, თბილისი და ასე რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ესეთი შესანიშნავი გოგონა გაჩნდა ჩვენ სამშობიაროში. რამდენი ხნის მერე დაფიქსირდა გექნება ალბათ ეს სტატისტიკა დაახლოებით მაინც ეს წონა? დაახლოებით 2-3 წელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე ეს ჩვენთან. ჩვენ გვყავდა 5 კილოიანი ნაყოფი, რა თქმა უნდა, სიმართლე გითხრათ, დიდად არ მიხარია ეგ, იმიტომ რომ მისთვის, დედისთვის და თვითონ ახალშობილისთვისაც თლად კარგი არ არის. ეს აღარო დიდი რო არის და ასე შემდეგ ვიხარია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯობია 3 კილონახევარი 4 კილოგრამამდე ნაყოფი. 2 წელიწადში ერთხელ მაინც ჩდება ხოლმე, ჩვენ ახლა წინა სამშობიაროში სადაც ვიყავით ხოლმე, იქ ქონდა რა თქმა უნდა შემთხვევები. მე ესედა სამშობიაროში კიდე ადრე უფრო ეს არის კვების რეჟიმზე ძალიან დამოკიდებული. საერთოდ ორსულის კვების რეჟიმი უნდა იყოს რაციონალური, ჯანსაღი კვებით.